საქართველოში ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზით აღრიცხვაზე 25,153 პაციენტი იმყოფება. კიბო, იცოდით თუ არა? ამ სლოგანით დღეს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება. წლევანდელი კამპანიის მიზანი ავთვისებიანი სიმსივნის შესახებ სტერეოტიპების მსხვერპლია. ეს დღე გაერთიანებული ერების და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციებმა კიბოს პრობლემისადმი საზოგადოებრივი ყურადღების მისაპყრობად იმ ინფორმაციის მიწოდების მიზნით დააწესეს, რომ კიბო არ არის ფატალური დაავადება და დროული და სწორი მკურნალობით დაავადებულთა უმეტესობას სრული განკურნების შანსი აქვს. კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისში რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი. 4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა, რომელიც ფართოდ აღინიშნება მთელ მსოფლიოში. დღეს საქართველოს ონკოლოგიური საზოგადოება დაავადების კონტროლის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით გეგმავს ძალიან ფართომასშტაბიანი ღონისძიების ჩატარებას, რომელიც ჩატარდება სასტუმრო რედისონში დღის 3 საათზე.